საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო იმ დიდ ვაშკაცურ ნაბიჯს, რომელი ვაშკაცური ნაბიჯიც გადადგა კაცზე დიდმა და ღმერთზე პატარამ ბატონმა ბიძინამ და ქოცურმა პარტიამ და არც მეტი არც ნაკლები დაიჭირა ერთი მსოფლიო ჩემპიონი, მეორე ოლიმპიური ჩემპიონი. საინტერესოა, იცით? აი, ერთი მეორის მიყოლებით, მიაყოლეს. რატომ, რისთვის, რა მიზეზით, ანაირად? მოკლედ ამ ყველაფერს ეს ქოცული მადლიერება დავარქვი, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას ცოტა სხვა მხრიდან დავანახო ეგ ყველაფერი, რა. ახლა სად არიან ერთი ის ხალხი, რომლებიც ღარიბაშვილის ჯიგრობაზე მელაპარაკებოდნენ, სად არიან ის ხალხი, რომლებიც კალაძის ვაშკაცობაზე მელაპარაკებოდნენ, სად არის ის ხალხი ბიძინას წმინდა და კეთილ და ქართულ გულზე და სულზე, სად ახართ ეხი თქვენ? სად ახართ? ძალიან მაინტერესებს. თან რა ბრალდებები წაუყენეთ ამ ხალხს. ზვიადაური დაიჭირეთ იმის გამო, რომ თურმე უკანონოდ ქონია იარაღი. შეძენა, შენახვა, ტარება. მე არ მაქვს პიროვნებებზე ლაპარაკი, მე ამ ადამიანების არც წარსულს განვიხილავ, არც აწმყოს და არც მომავალს და მე არ მაქვს მაგ ადამიანებს არც პიროვნულ პლუსებზე და არც მინუსებზე საუბარს. აქ რადგანაც პოლიტიკაზე არის საუბარი, მე ვლაპარაკობ ამ ხალხზე როგორც პოლიტიკურ ელემენტებზე, რომლითაც მთელი ამ ხნის მანძილზე ხდებოდა საზოგადოების დაბოლება, რომ ვაშკაცი პატრიოტი ხალხი ქოცების სამსახურში იყო ჩამდგარი. როგორც იყავით ჩამდგარი, ისე კი ფასდებათ ეს, მაგრამ რას დაიჭირეთ ზვიადაური? იარაღის უკანონო შეძენა შენახვა. კი, მაგრამ ყოფილ დეპუტატს თუ მოქმედ დეპუტატს ვინა უკრძალა იარაღის შეძენა შენახვა ტარება? ვინ? მე კითხვა მაქვს ესეთი, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თუნდაც ყოფილ დეპუტატებს აქვთ უფლება, რომ იარაღი ატარონ მოქმედების პერიოდშიც და მოქმედების მერე იმუნიტეტის გარდა იარაღის ტარების უფლებაც აქვთ. ვინ მოუხსნა ეს უფლება ზვიადაურს კონკრეტულად? გეკითხებთ, ერთ მაინტერესებს. თქვენ ხო არ მოუხსენით ქოცუნიებმა? და რატომ მოუხსენით? იმიტომ რომ როცა დაგჭირდებოდათ, დაგეჭირა. მე არ ვამბობ ახლა, რომ ზვიადაური ვინა, რა, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური ჩემპიონია და წარმატებული სპორტსმენი იყო თავის დროზე, ისეთი პოლიტიკოსია ზვიადაური, როგორიც ახლა მე პირადად ცივდოისტი ვარ. დაახლოებით ამ ამბავში. ახლა რაც შეეხება ამას მეორეს. რა გინდოდათ? რა დაგიშავათ? რა გაგიფუჭათ კანდელაკმა? კიდე ერთხელ ვამბობ, მე ახლა კანდელაკის პიროვნებაზე, ადამიანობაზე, კაცობაზე, ვაშკაცობაზე არ ვლაპარაკობ. პლუსებზე, მინუსებზე, ადამიანურზე არ მაქვს ლაპარაკი. მე ლაპარაკი მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ ჩადენილ ლოიალობაზე, მხარდაჭერაზე, სხვა ბევრ რამეზე, როდესაც ბატონმა ბიძინამ და ქართულმა უცნებამ ეს ხალხი თავის დროზე გამოიყენეს თავისი პიროვნული ავტორიტეტიდან გამომდინარე და სპორტული მიღწევებიდან გამომდინარე, როგორც თავიანთ მხარდამჭერებად და როგორც გიყენებთ ამ სპორტსმენებს. რატომ მოხდა ეს ერთობლივი ბლმა ამ ყველაფრის ერთ დღეს რატო ხდება? თუმცა ეს ერთდღიანი მუშაობა არ არის. ცოტა ოდნა უკან გადავიდეთ რა, აი ცოტა ოდნა უკან გადავიწიოთ
და გავიხსენოთ ლუკა კურტანიძის დაკავება. ვინ დააკავა ლუკა კურტანიძე? ვინ დააკავა? რატომ დააკავა? რისთვის დააკავა? სპორტსმენი, ხელისუფლების მხარდამჭერი. ვინ გააკეთა ეს? დადგმული სუფთა პროვოკაციული რაღაც ესეთი ფუჩუკუტუ ორგანიზაციების წყალობით და დღემდე ციხეშია. კიდევ ხوار გავიხსენოთ ზოგიერთი სპორტსმენები და ზოგიერთი ადამიანები, რომლებიც ქოცების სამსახურში იდგნენ. კანდელაკის ამბავს მიუბრუნდეთ. რას ედავებით კანდელაკს? რას ედავებით კანდელაკს? სადა ქვეყანა მიცის, მთელი გორის რაიონმა იცის, რომ კანდელაკს არანაირი წილი არ ქონია იმ ასე რომ ვთქვათ კუსტარულ, უზარმაზარ კუსტარულ ცეხში, რომელი უზარმაზარი კუსტარული ცეხიც აწარმოებდა თურმე ჩივასებს და ფრანგულ არაყებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქართული ჯეჯაღელას ჯობია, მაგრამ აი არა უშავს. ყველა მიცის, რომ არანაირი კავშირი არ ქონია ჩემი ინფორმაციით, როგორც მე ინფორმაცია გამაჩნია, კანდელაკს მიმართეს უბრალოდ პროდუქციის რეალიზებისთვის, თავისი ბიზნესიდან გამომდინარე და ახლა მოგაწვდიან სადისტრიბუციო კომპანიაში რაღაცას და გაასახებს. რა ვიცი, ეს ახლა თვითონ იქ როგორ ხდებოდა და რანაირად ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში ამაზე არის საუბარი. რომ დისტრიბუცია უნდა განახორციელებია ამ პროდუქციის და არ შეისწავლა. თურმე კანდელაკმა არ შეისწავლა, რომ ეს პროდუქცია იყო აი ესეთი საზიზღარი და საშინელი წარმომავლობის კუსტარული დამზადებული თურმე არაყი. მაგრამ თქვენ დედა შევეცი კოცებო, ამხელა უზარმაზარი ქარხანა ქართლის გულში, საქართველოს გულში გას, მუშაობს, წლებია, აწარმოებს. თქვენ ვერ გაგიგიათ, რომ კუსტარულს აწარმოებდა და კანდელაკს საერთოდ უნდა გაიგო? არ ვიცი, ახლა ვინმეს არ ეგონოს, ამას ვაправებდე, ვათეთრებდე, არ მაინტერესებს. აი, არანაირი შეხება არ მაქვს კანდელაკთან და არანაირი შეხება არ მაქვს ზვიადაურთან, არანაირი. პირველად ესენი არ ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ძმაკაცები არიან. არც არანაირი საქმიანი ურთიერთობა მქონია და პირდაპირ გეტყვით, არც არანაირი დიდი სიმპათიით გამოვირჩევი ამ ადამიანების მიმართ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ვერ დაუკარგავ ადამიანებს თავის ბიოგრაფიულ ამბავს, როდესაც ჩვენი ქვეყნის სიკეთისთვის და სახელისთვის დროშავთ, ქართული დროშავთ, აწეული სოფლიოს თვალწინ. და როგორც მეც ერთი რიგითი ქართველი ბედნიერი ვიყავ, ისე უამრავი ქართველი იყო მისი წარმატებებით ბედნიერი. მაგრამ ხა ლუკა კურტანიძიდან განსხვავებით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ახლა მე და ლუკა კურტანიძე არც ვერ ყოფილვართ გადასული ძმაკაცები და არც ისეთი ურთიერთობა გქონია, თუმცა ხა ამთან განსხვავებით ურთიერთობა გქონია და გვისაუბრია და სხვა რამე, მაგრამ საერთო ჯამში უბრალოდ რატო ხდება ეს ყველაფერი ასე? რაშია საქმე კოცებო? რაშია საქმე? მე ვერ ხვდები რა, დასაჭერი ხალხი გამოგელიათ? დასაჭერი ხალხი დაილია საქართველოში? მე იმ კოცის დედა შევეცი თუ იმ ნაცის დედა შევეცი თუ ნებისმიერის ვინც იტყვის, რომ დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს და კანდელაკი ზვიადაური თავის დაყენებული ბრალდებებით, მე ახლა ზვიადაურის წინა ამბავზე არ მაქვს საუბარი, კონკრეტულად რაზეც დაჭერილი იმაზე. ინდა კურტანიძე უნდა იჯდეს ციხეში, ქალზე მოძალადია, ის თურმე ამას ატრიალებდა, ბიზნესს ატრიალებდა თურმე კუსტარულს და ამ ესენი თურმე დასაჭერი არიან და ბოკერია თურმე უდანაშაულო. ბოკერიას თურმე დაკითხვაც არ შეიძლება. თურმე ბარამიძის დაკავებას არ შეიძლება. თურმე სააკაშვილზე ბრალდების მიყენებას არ შეიძლება. არაფერი არ შეიძლება, თურმე ხალხო დასავლეთი არ აძლევს თურმე საშუალებას და ამაც თურმე დასავლეთი აძლევს საშუალებას.
აი რა მინდა იცი გითხრათ? აი როგორც ნაცი შეუძლებელი ადამიანი ნაცი იყო და კაცი იყო, ასევე შეუძლებელია კოცი იყო და კაცი იყო. და მიმიფურთხები, აი ვირთხები ხართ. თქვენ პარტია კი არა ხართ და თქვენ რამეს კი არ წარმოადგენთ. აი რამ პოლიტიკურ ერთეულს კი არ წარმოადგენთ. თქვენ ხართ ვირთხების. უბრალოდ აი ერთი დიდი ნაგავში ჩაყრელი ვირთხები რო არიან, ამათი გროვა, რომელი გროვასაც ერთმანეთის ჭამა შეგიძლიათ ყველაზე მეტად. და ზემიდან ის თავარი როგორც თორია იყო, ეს თორიების ვირთხა ყავს რო ჩაუგდებდა და თუთაშხეში როგორც აჭმევიერდა ერთმანეთს, ასე რო ყავთ ეს ჭოვილელი მაიმუნი, ეს ოჩოპინტრე და ჩაგიგდებთ იმას, რა ქვია, ურია, ჩაგიგდებთ იმას, ყავს. და აბა ახლა ესაა შესაჭმელი და ეს შეჭამეთ, აბა ახლა ესაა შემოსაჭმელი და ეს შეჭამეთ და მთელი თქვენი ეს დედარძე მოწყნული პარტია რომ ისევა და დაიწყებს ლანძღვას და ახლა რო არის ყველა უხერხულად რო გრძნობს თავს და თავის დროზე რო ყველა ბედნიერი იყო, ყველა რომ იმაში იყო, რა ქვია, გახარებული იყო, რომ ყველა რო ღარიბას ძმაკაცი იყო, ყველა რო გომელაურის ძმაკაცი იყო, ყველა რო ლილუაშვილის ძმაკაცი იყო, ვის ბიჭო კანდელაკთან ძმაკაცობით ამაყობა, ზვიადაურთან ძმაკაცობით ამაყობა, კურტანიძესთან ძმაკაცობით. ეს რო ერთმანეთის ტრაქში ხართ, ყველა შემძრალი გადავხედე სპეციალურად. აი ზოგიერთი ყვეროვნულების თამადობით, აი ყვეროვნულები რო იყვნენ, ყვეროვნულ ფლანგზე. ეროვნულებთან მაგათ არაფერი შეხება არ ქონიათ, რომ რომლებიც იძახდნენ ღარიბა ჩემი ძმაკაცია, ლილუაშვილი ჩემი ძმაკაცია, გომელაური ჩემი ეროვნული კონსერვატიული პოსტსაც რომ ვერ წერთ. პოსტსაც რომ ვერ წერთ. ისე დედა შევეცი იმ სამეულის ლილუაშვილის, ღარიბაშვილის და გომელაურის ზედმიყოლებულის მაგაჩი კაცური და მაგაჩი ეროვნული არასდროშებელი არ ყოფილიყო. ბოზები იყვნენ ყოველთვის. და მაშინ რომ მოდაში იყო და დღეს რომ სურათები რო გაქვთ გადაღებული, იმასაც რომ შლით საკუთარი Facebook-იდან. და რამდენი მომხდა, რამდენი აი კოცის ფენომენი, აი ყველაზე დედამოწყნული ფენომენი. ყველაზე დედამოწყნული ფენომენი, კოცის ფენომენი და ეს ძუკნა, ყახვა, ეს ყოველთვის ვამბობდი ეს ბოდიში რა მანდილოსნებთან ეს ყლექალა რო არის ისა. ნინოია ჩხარგავა. მე პარტიაში ნიშაც რომ შემოიყვანონ, მაინც დავრჩები, იმდენი სისხლი მაქვს ჩაქცეული. და ეს სირქალა იმას რა ქვია, იმას რო აფრიალებს ახლა ფრანგული არაყის რეკლამას რო აფრიალებს იმის გვერდზე და თურმეო სტანოკი ქონიაო მოწყობილიო, სტანოკი ქონიაო მოწყობილიო ფულისო. ამ კანდელაქსო და აბა რაიგონაო. ისე სხვათა შორის ეს ძუკნა მარნის ჭოდს მინდა უთხრა და ან დიდი ქალი როა ეს ქართველი ქალის სახეთ როა კოცი ქალის სახეთ გამოყალი ნინოია ჯღარგავეს ბოდიში და კიდე ერთხელ იმსახურებს ყლექალა და ისა მისი ვითომ ოპონენტი რო ყავს და დაუძინებელი მტერი ელისტრაქჩო. იქეთ ელისტრაქჩო არის ბედნიერი კანდელაკის დაჭერით, აქეთ ეს სირქალაა დაჭერილი. იმის რა ქვია, კანდელაკის დაჭერით ბედნიერი. ეს ეგრეთ წოდებული ყვეროვნულების კასტა. ვითომ რო გეკითხა თავს რო დობდნენ ეროვნულობაზე და რო ამაყობდნენ მისი ძმა, ყველა რო სოროშია შემძრალი. აი ესა ხართ კოცები. ესაა თქვენი კაცობა, ესაა თქვენი ადამიანობა, ესაა თქვენი ქალობა, ესაა თქვენი ღირსება, ესაა თქვენი მორალი, ესაა თქვენი აზროვნება საერთოდ და ერთადერთი რასახელით შეიძლება თქვენ გეწოდოთ, თქვენ ხართ ვირთხები და დადგება დრო. აი ძალიან მალე დადგება დრო,
ვინმეს თუ ეგონა როდესმე რომ ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა როდესმე მოიშორებდა მის ერთგულ ძაღლს ღარიბაშვილს ვინმეს გეგონათ? ხარ გეგონათ? ეს რა ხდება? ღარიბასნაირი ჯიგარი რომელია? როგორ შეიძლება ეს მოშორებული იქნას? როგორი ერთგულია ბიძინასი ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა და ასე შემდეგ. თქვენც რომ მოგადგებიან. და როგორც ნახმარ პრეზერვატივებს ისე მოგიქნევენ, აი მერე გახდება ბიძინა ივანიშვილი ცუდი. მანამდე ერისთა ქვეყნის გადამრჩენი. რატო იცი? ამერი აფირისტები და ამერი მონები ხართ, ამერი ბოზიშვილები ხართ ხოცები რა. ესა აყროლებული საზოგადოება. რომელი აყროლებული საზოგადოება საერთოდ არ მეწოდება არც სამოქალაქო ომისთვის, არც დაპირისპირებისთვის, აი არაფერისთვის არ. როგორ შეიძლება ახლა მე შემეწოდოს ეს სანაგვე, ეს აყროლებული სანაგვე რაიმესთვის? არ მეწოდება. რატო გაგიკეთებთ ისი ბიძინა მაგას? იმიტომ რომ ერთი ღირსები ხართ. პირდაპირ ვიტყვი. ადამიანს რომელსაც არ გააჩნია პიროვნული ღირსება და მორალი, ის ღირსია იმას ყველაფერი გაუკეთოთ. აი, ნამდვილად ყველაფრის ღირსია, ყველაფერი გაუკეთოს. მორალი რო არა აქვს ადამიანს. დღეს ბიძინას ტრაქშია, ხვალ მიშას ტრაქშია, ზეგ ისევ ვიღაცის ტრაქშია, ყველგან იქ შეძრებიან და შემოძრებიან. და როგორც ეს დიდი ქალბატონი ნინო იაჯღარკავა იტყოდა, რომ მიშაც რო შემოვიდეს თურმე პარტიაში პრობლემა არაა. აი ესეთი ხალხი ყველაფრის ღირსია, მაგრამ მეორე საკითხი რა არის, იცი? აი ამ წმინდა ბიძინაზე რო გაქვთ ლაპარაკი და ეს წმინდა ბიძინას იმას რო ქნით და მე რო გეუბნებით, რომ ვინმეს არ გეგონოთ, რომ მე აი ადამიანურად შეურაცხყოფას ვაყენებდი რომელიმე ერს. აი არც ერთ ერს არ ვაყენებ შეურაცხყოფას. რატომ უნდა მივაყენო? მე ყველა ერში არის კარგი და ცუდი, მაგრამ მე მეზიზღება ის ადამიანი, რომელი ადამიანიც თავის წარმომავლობას მალავს. გვარს იკეთებს, წარმომავლობას იკეთებს, ამაშვება, იმაშვება, ქართველთან ქართველია, ებრაელთან ებრაელია, სომეხთან სომეხია, რუსთან რუსია, ინგლისელთან ინგლისელია, ამერიკელთან ამერიკელია, რა ვიცი, მაგათ თუ ეროვნება გააჩნია. მინა ბიჭო, ეგ თქვენი ბიძინა. ქართველი რო არაა და ადამიანი არის, რომელიც ვაჭრობს, სულებით მოვაჭრია და მიეცით უფლება იმის, რომ ქართველების ხორცით და სისხლით ივაჭროს, ამაზე ლაპარაკი არაა. არა, ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ თამოყარეობა რო გქონდეთ და ღირსება რო გქონდეთ, აი ძალიან ბევრს კითხვას დასვამდით. აგერ გუშინ წინ გავრცელდა კადრები. რომელი კადრებშიც მე არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, სადაც შევარნაძის ტრაკის საწმენდათ მოსკოვში. ეხლა ვიღაცამ რაღაცა განცხადება გააკეთა ეს. აი პუჩის მერე, როდესაც ქართველები იყვნენ მისული და ეს გიავოლსკი რო არის ეს რო კითხო პლეხანოველი კი არა, ჩამოყალიბებული სირი ბოდიში და ნახმარი განდონი შევარდნაძის. ეს პირწავარდლი ნარკომანი, ამის პუჩისტი დედაშევეცი, ამისი იქ რო იყო, უკანალში რო იყო შემძრვალი და შევარდნაძის ტრაქს რო იცავდა მოსკოვში. და იქ რო ჩანს პირები და იქ რო ჩანს ბატონი ბიძი. შევარდნაძის ტრაქში შემძრვალი. იქიდან მოყოლებული შევარდნაძის უკანალში იყო ბიძინა და ტრაქტორებს და რას არ უგზავნიან და მე მიშას დამფინანსებელი. ახლა თვითონ რაცაა და როგორი მმართველიცაა და აი ვიღაცა ნუსაო თუ სუსაო მეკითხება
ბიძინაზე მეტი ვინ გააკეთა? ბიძინაზე მეტი ვინ გააფუჭა საქართველოში? მოდი ჯერ აქედან დაიწყე. აქედან დაიწყე ნუსა. ეს კითხვის დასმა. ვინ გააფუჭა ბიძინაზე მეტი საქართველოში? გამეცი ერთი პასუხი. ვინ იყო სააკაშვილის დამფინანსებელი? ვინ ამფინანსებდა სააკაშვილს? ვინ აფინანსებდა სააკაშვილს? ვინ ხიდულობდა სააკაშვილის ჯალათებს, იარაღს, ტყვია-წამალს, ვინ უშენებდა იმ აბუგრეიდის ციხეებს, იმ უბედურებას, ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს? ჯერ მაგის გაკეთებულის დედას შევეცის უყველაფერის. რა არის გაკეთებული, მე ვერ გამიგია და აი მაგ კითხვის დამსვენს გეკითხებთ, რა გააკეთა ამნაირი? რა გააკეთა? ხო ხარ ღირსი გამოგიყვანოს და ცოცხი დუბინგა კი არა გახურებული ლომი გაგთხაროს პირდაპირ თავისუფლების მოედანზე. შენ და შენაირებს. და როდესაც ეტყვი, რომ ამ კაცში ქართული არაფერი არა, ეს უბრალოდ ქართველი არა. არ შეიძლება ქართველი ადამიანი იყო, ბიჭო, სისხლი თავისას იზამს. სისხლი იყივლებს. სისხლი თავისას გააკეთებს. აი, ტვინიც რო გქონდეს, სხვანაირი იდეოლოგიაც რო გქონდეს, რაღაცნაირად არ არსებობს ადამიანში სისხლმა თავისი არ გააკეთოს. რატოა ეს დედარძე მოწყნული ასეთი უსისხლოა თქვენი ბიძინა? და როდესაც მე ვამბობ, რომ არა ეს ქართველი, ეს არის ურია. არ ვერჩი კაცო ურიას არაფერს წავიდეს და თავის ისრაელს მიხედოს და როდესაც თვითონ აღიარებს, რომ როგორ უყვარს ისრაელი და როცა ებრაელები ამბობენ, რომ ებრაელზე მეტი ებრაელია და ასე შემდეგ და როდესაც მე ვამბობ, რომ ეს კაცი საერთოდ ქართველი არაა და რო ამიტეხავენ აქეთია, ჩადით ბიჭო, სადა ქვეყანა მიცის, რომ ეს ივანიშვილი კი არა, ივანაშვილია. არც ივანაშვილებს არ ვერჩი არაფერს, ვინმეს არ ეგონოს ვერჩოდი. კაცი რო გვარს გადაიკეთებს, უბრალოდ. კაცი რო მის რეალურ წარმომავლობას დავალოს, იმას ბევრი აქვს და სამა. აგერა, მამამისის საფლავის ქვა. აგერა, გრიგოლის საფლავის ქვა. აგერა, რა გვარია დაწერილი ქვაზე? ივანაშვილი ხო არა? გრიგოლიჩის მამა გრიგოლი. სიუჟეტი, რომელიც იყო ამასთან დაკავშირების, გამქრალია ინტერნეტში ვციდა. ჩვენთ ერთ სადა ქვეყანა მიცის. ვინა? არ ვიცი, ჩემო ძმაო, თუ გამოუშვებენ თუ არ გამოუშვებენ, პირდაპირ გეტყვის საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ის ზვიადაური იყო თუ ის კანდელაკი იყო თუ ნებისმიერი ვინც იყო მაგათ საქმეში. თუ გინდა, არც იმას ვიტყვი, ყველას თავისი წვლილი აქვს. არავის ხელს მე არ დავაფარე. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ძალიან დიდ პატივს ემ ბევრი თავისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, ესენი ყველა მონაწილეობდნენ ამ დამპალი სისტემის შექმნაში. თუ არ გამოუშვებენ, იქ იჯდეს. და ის მონსტრი, რომლის შექმნაში თვითონ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქართველი ერის განადგურებითაა გამწარებული, ზღო საკუთარ თავს რატო უნდა იყოს გარეთ? ყველას თავისი დასჯელი აქვს, ყველას თავისი წვლილი აქვს ამ ყველაფერს შეტანა. არ მაინტერესებს თუ არ გამოუშვებენ. ნახდათ არ მაინტერესებს და არასდროს არ ვიტყვი, რომ თავისუფლებაო. იმიტომ რომ არასდროს ზვიადაური არ გამოსულა და არ ვთქვი, არა მოუღია ხმა თვითონ პიროვნულად ძალიან ბევრ რაღაცაში. ფოტოშოპია, ხო, ფოტოშოპია. ფოტოშოპია, აბა, წაით, მე ზევით და ნახეთ, თუა ფოტოშოპი. ეს მე მამამისი რო გადაასვენა, ერთ სპეციალური სასაფლაო რო შექმნა იქ და სხვა გვარის ხალხი ყველა მოათხრევია და ყველა ამოყარა და მარტო და სხვათაშორის იქაც ბიჭო, იქაც ხალხი თანახმა იყო ამოთხარი საფლავები ფული გადაუხადა საფლავებში გადასვენებაში აქადიო მარტო მეო მამაჩემი ამგენი სასაფლაო უნდა იყოს იგან ჭორვილაში და ერთმანეთს არ ამოთხარა მე მაგის კუშტურების გული ზაო მამაჩემსო ვერ ამოთხრიო საფლავიდან რომ ახალი სასაფლაო რო გოგეთა შეიძლება იქ გასწორებული აქვს მაგრამ ეს ძველია ავთენტური როცა იტყოდნენ ვინ მომაწოდა საიდან მომაწოდა იქ ფოტო დანებით ახლა ამას თავი კანონი არა ის ამოქმედება ეხა რა აი რა კარგი რა იმასაც გეტყვით ქართული საზოგადოება
აბსოლუტურად იმსახურებს ამ ყველაფერს. აბსოლუტურად იმსახურებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ფულზე გაიყიდა, მათხოვრად იქცა ერი და ბერი. აბსოლუტური უმრავლესობა. აიღეთ მღვდლები. აი მოდი სახარჩევნები გამწარებული იქნებიან ჩამდგარი ამის იმაში. ქებადიდებაში. აი ბიძინაზე მეტი ვინგა, ბიძინას რო უყვარს საქართველო, ისე ვის უყვარს საქართველო. ნიანგსაც უყვარს რაღაცა როცა ჭამს და მერე ტირის. მე რას გეტყვი, ვინ ჩემი ფეხები არის ივანიშვილი და ვინ ჩემი ფეხები არიან ესენი. ქართველი დღევანდელი ქართველობის ქართველი თავმოყვარე რო იყოს, ზნეობა რო ქონდეს, მორალი რო ქონდეს, ქრისტიანი რო იყოს და ისე როგორც ჩვენი წინაპარი იყო, ისეთი იყოს, ბიძინაზე და სააკაშვილიზე და ამაზე იქნებოდა ლაპარაკი, დიდი ხნის წინ სარზე ჩამოანცობდა ერთსაც და მეორესაც. ან დაჩმორებულ, დაყლეებულს ხალხს რო აუგდებიან, ნიშა გამოვა ციხიდან და მოჯდება და ამას იზამს და მე შედედა მოწყნულო ამდენი ხარ და შენ რას აკეთებ ნიშა რო გამოვა ციხიდან სიტყვაზე და სანამ გახდებოდი მოგიდე იარაღს ხელი კაცი ხარ და იცავი სამშობლო. ბიძინა ამას აკეთებს, მოგი ამოდი ქუჩაში ამოიღე ხმა დაუპირისპირდი ამ ყველაფერს. არ გინდა. გინდა რომ იჯდები შენთვის გემრიელად და დაგილაგებს სხვა ქვეყანას და დალაგებულზე მოჯდები და კარგად იქნები. აი ესაა დღევანდელი ქართველობა. ხო და ივანაშვილის ტრაქში ძრომიალში აი ისე დაგიმთავრდება ძვია და უშრო დაუმთავრდა და კანდელაკს რო დაუმთავრდა. უბრალოდ ვერ ხვდები ერთ ელემენტარულ რაღაცას. რა დააშავა ამნაირი კანდელაკმა და ზვია დაურმა. რის გამო ციხეში ყავთ? რადო არიან კანდელაკი და ზვია დაური დამნაშავეები? რადო არა ბოკერია დამნაშავე? უკაცრავად და შემთხვევით ახვალზე შეიძლება ისე მიუჯინონ და ქვია ღარიბაშვილი და ისე ღარიბოვი და ზოგ-ზოგი ერთები კიდე მიუჯინონ. რაშია საქმე ხალხო? რაშია? არ იმსახურებენ, ხო? ღარიბა ამას არ იმსახურებს. ლილუ ამას არ იმსახურებს. იმ წუთში ჩაქოლავთ იმ ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი კი არა, ზვიად გამსახურდია ჩაქოლეთ. ზვიადი ჩაქოლეთ, მერაბი ჩაქოლეთ. თუ ვინმე ხო ამოიღო ყველა ჩაქოლეთ. რა ჩემი ვერსია, ჩემო ძმაო და მე გეტყვი იმას, რომ აი საერთოდ ორი ვარიანტია აქ. აი ორი ვარიანტია. ერთი ვარიანტი ის არის, რომ ივანიშვილი თვითონ გახდა, რომ კი არ გახდა ივანიშვილი დაუბრუნდა ნაციონალობას. ივანიშვილი იყო ყველაზე დიდი ნაციონალი. იმიტომ ნაციონალების დამფინანსებელი და პურის მჭამელი და ჩამწველი და ხურველი, მაგრამ ნაციონალები მაგისტრატ პრეზიდენტს ვამდნენ ყოველდღე. და განაციონალდა ახლა ივანიშვილი და ქოციონალებს დედასტირობს. და ასე ჭირდება მის ფულს და მის ქონებას და რა ვიცი, ჯანდაბას. ეს ერთი. შეხება მეორეს. ივანიშვილს არაფერი არ აინტერესებს საკუთარი ძალაუფლების გარდა. ხო და აი ამ ღარიბაშვილის კლანი ისე იყო წამოწეული, რომელი კლანიც ითვლებოდა ნაციონალების წინააღმდეგ მებრძოლ მთავარ დაამტყმელ უბოინის წილად. რომ შეიძლებოდა ამ კლანს ბიძინასთვის ძალაუფლება წაერთვია არეულობის შემთხვევაში და ამიტომ ამას ქოლავს. რატო და როგორ აგერ ნახავთ ძალიან მალე. მქონდა მე ამ დღეებში ამ საკითხებთან ვიდეო დაივიდა, ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ ნახოთ. ერთი კი გარდაუვალია. დღევანდელი ქართველობა, რომელმაც ადათიც დაივიწყა, წესიც დაივიწყა, ღმერთიც დაივიწყა. სარწმუნოებაზე ახლა რწმენაზე ზედმეტი ალაპარაკი, რიტუალებზე დასული ხალხია. როგორც ერმა, ისე ბერმა იმსახურებს ამ ყველაფერს. ყველაზე გვარესი იქნება. აუცილებლად ამის ღირსი იქნება სულ ყველა. აი ეს ვაშკაცი ქოცები რო ხართ, ხო? აი ზოგ-ზოგი ერთი ვაშკაცი ქოცები რო ხართ და
გუშინ წინეებზე ვამბობდი ასე რომ ვთქვათ ის ვიღაცა ერთმა დასწირებულმა რომ ამერიკა მე ყალა ძმა კაცი ვარ და ყალა ქურდების ძმარიო და შენო როგორ აგინებო ქურდების ინა პიდარასტების მაგაცია გალაძე ხა და იმის ტრაქში რო ხარ ჩემ ძრალები მეტის ღირსია ეს ხალხი მეტის ღირსია ივანაშვილი სააკიანის ხელში ხო იყავით ახლა ივანაშვილის ხელში ხართ ხვალ კიდე ვიღაცას მოგიყვანე შეიძლება ბაგრატიონი ხონდეს გვარი მაგრამ მუხრანს კი იყოს აი კედელს მიღმა შენ საიდან გამოძვერი ახლა ეს ტრანსგენდერების ძმაკაცი როა პირველი გამправებელი რო ხარ ამ კონსერვების და ამგენის კი მაგრამ თქვენი პარტიის ლიდერის საპატივცემულო ხალხი მურგოშიას საპატივცემულო ხალხი იყო ისა რა ქვია ღარიბაშვილი და ეგი რა ქვია კალაძე და ლილუაშვილი და ეგე და თქვენი პარტიის ლიდერი ვინცა მორგოშია მისი შვილის ნათლია ახლა უშიშროების შეფია და ახლა გახდა გლახა ისე დაამთავრა სასახლის მშენებლობა თუ ჯერ დარჩენილია კი თქვენ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და თქვენ დაამარცხებთ მე მჯერა როგორც დავითმა დაამარცხა გოლიათი ისე დაამარცხებთ ქართულ ოცნებას და მოჯდებით 1%-იან დაფინანსებაზე გაგიყვანენ და პარტიას არჩევნებს მოუგდებენ და თუ გაგიყვანეს მაგის საკითხავია ეს მეშვით ახლა ამ სისტემებში ამჯერა მე ეს თქვენ ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ძალების ლაპარაკი რომელიც სუსია ეგერ შექმნილი და ნუგზარი აფოფხაძის და ამათი სასტავის ჩამოყალიბებულია ყველაფერი რა ყველა ნუ ასულელებთ ხალხს დღეს რო არჩევნებში ხალხი მონაწილეობას ღებულობს რა არის უსიშორები რა სუსიშორი მორგოშიას ადვოკატი არ იყო იგი დღევანდელი სუსის შეფი არ იყო მდინარაძე დეშმაგის ადვოკატი იყო მისი ადვოკატი ხო იყო შვილის ნათლია ხო ასებოდა მორგოშიას ღარიბაშვილი ამნაჰი ჯიგარიო ვინაო ლილუაშვილი ხო ვამბობ ახლა ისტორიები ხო არსებობს ვის უნდა დაუჯერო არ იცი ახლა შენ ვის უნდა დაუჯერო აბარა ჯაღმაიძეს დაუჯერე ჯაღმაიძეს თქვენი ეს სულიერი მოძღვარი როა ასე თქვენ შეიძლება ჩვეულებრივი ხალხი გააშტეროთ მე ვერ გამომაშტერებ იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი არაფერი ჭორების დონე არაა ჩემო კარგო მაგი არაფერი როდესაც წაგებულ ომში მიდიხართ ღებულობთ მონაწილეობას ეროვნული კონსერვატიული ძალების სახელით ზუსტად თქვენ არ გაინტერესებთ მერაბი თქვენ არ გაინტერესებთ ისა რა ქვია ვის უნდა დაუჯერო ყველა მოღალატე და ჩათლახია პარტია რომელიც მონაწილეობს ყველა არის შექმნილი სუსის ლაბორატორიაში ვის უნდა დაუჯერო არ იცი არა შეიძლება არ იცოდე თუ ახლა ახალგაზრდა ადამიანი ხარ შეიძლება შენც არ იცოდე ვის უნდა დაუჯერო შენ თავს დაუჯერე და გადახედე და გადმოხედე სიმართლეს რასაც გეუბნები გაითვალისწინე ორჯერ რო გაგიუქმეს პარტია შედალოცვილო ორჯერ რო პარტია გაგიუქმეს და მესამეჯერ ღებულობ მონაწილეობას პარტია გაგიუქმა სისტემამ და პარტია დაგიწერს ახლა ნიშნებს აი ელემენტარულს გეკითხები სისტემამ რომელმაც პარტია გაგიუქმა ორჯერ ახლა ის სისტემა შენ მოგაგებიერთ და ხმებს დაგიწერს დაიმახსოვრეთ აგერ ეს დიალოგი დამთავრდება არჩევნები და ნახავ თქვენ ჭვიტინს როგორ გაგიყალბეს არჩევნები და როგორ გაწმილებული დარჩება კონსერვატიული ხალხი და ვის ვენდო არ ვიცი ახლა ძმაო იდეა ფურცელზე
ძალიან ბევრი რაღაცა კარგია, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ. სისტემა სჭირდება ხალხი მივიდეს არჩევნებზე. 4-5%-ზე მეტი არ ყალიბდება არჩევნები? 4-5%-ზე მეტი არ ყალიბდება არჩევნები? არა, მართლა მაინტერესებს ახლა, ესე იგი 4-5%-ის გარდა არჩევნები არ ყალიბდება? 4-5-იც ყალიბდება და 70-იც ყალიბდება და 80%-იც ყალიბდება. თორე რა ვიცი, მე 700.000 და 800.000 ნაციონალი ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ ქუჩაში არ გამოდიოდა ესა რა ქვია 20.000 და 30.000. როგორ უნდა გააყალიბონ ჩვეულებრივად? აი, ბევრი რაღაც არის შემთხვევა პოლიტიკის და გაიგებ ძალიან კარგად როგორ ხდება არჩევნების გაყალბება. ხო არ გჯერა რომ ყალბდება არჩევნები, მაშინ რა იქნება, იცი? ახლა 2-3%-ს თუ აიღეთ კონსერვები, ძალიან კარგად ნახავ რომ მეტი ხმა და აღმოჩნდება რომ საქართველოში 3% არის კონსერვატიული საზოგადოება და 97 არის ლიბერალური საზოგადოება. აი, მე ნახავთ. როგორ შეიძლება ადამიანი ერი იყოს კონსერვატიულად მოაზროვნე და ლიბერალური, პიდერასტული პარტიები უნდადეს არჩევანში. რომელი ნაცები დაბრუნდებიან? ვაშორო ერთიან გრიგოლის სურათი. რომელი ნაცები დაბრუნდებიან, ეს ჩემი ძმა. მაგ სისტემას ემსახურებით თქვენ, ვინც არჩევნებში მონაწილეობთ, ვინც შეიძლება არ ვიცი, მაშინ არ გიცნობ პიროვნულად, შენი Facebook გვერდი ვიცი, რომელი Facebook გვერდზე ჩემი ვიდეოებიც დაგიდვია, ისევე თქვენი ინტერესისთვის. მაგრამ თქვენ სისტემას ემსახურებით, ისე რომ თქვენც არ იცით როგორ ემსახურებით. მე გეტყვი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და მონაწილეობისკენ მოუწოდებს ხალხს, აბსოლუტურად ყველა ემსახურება სისტემას. თხასავით ხო გაყიდეს ის ხალხი? თხასავით გაყიდიან თქვენს. თხასავით იქნებით გაყიდული. აგერ თქვენ და აგერ მე. აგერ ნახავთ არჩევნების მერე ბარეული კონსერვატორი დიდი იდეებით რო ხართ შეპყრობილი საქართველოს გადასარჩენად, მე არ ვამბობ, რომ იქ ყველა ცუდი ადამიანი. აი წინ რო ყავთ, წინ ლიდერი რო ყავთ. სასახლეები რო აშენა, ლისის ტბაზე. და გემრიელად რო ძმა კაცობს. კოდუებთანაც, მდინარაძესთანაც, ამასთანაც, იმასთანაც, მე გეიგებ ბევრ რაღაცას. აი მალე ნახავთ ამას, მალე ნახავთ, ძალიან ბევრი ნახავთ ამ ყველაფერს ძალიან მალე. ხოლო, მე რითაც დავიწყე, იმით დავამთავრებ. ყველას გეუბნებით. ვინც ამ ხელისუფლებაზე ხართ მიწებებული განდონებივით. კიდე ერთხელ გეუბნებით რა. ამ სისტემამ არ დაინდო მისიანი არავინ. არ დაინდო. ყველას გადაუარა. 2012 წლიდან მოყოლებული. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. ხვალაც იგივეს გააკეთებს. ზეგაც იგივეს გააკეთებს და ეს ურია ყველას და მთელი ერს გაყიდის და გაყიდულია უკვე დიდი ხანია ქართველიერი. საკუთ ივანიშვილების ოჯახის ინტერესზე გაყიდულია ყველაფერი. თქვენ კიდე სულთნის ძაღლებად ახართ ქცეულები რა. აი, როგორც ადარდებდეს ივანიშვილს ქართველი ერის ბედი, რიგითი გაჭირვებული ქართველი, ეს ხელოვნურად შექმნილი, ესა რა ქვია, მეცენატის სახელი რო აქ და ქონდა, აი ის მიცეს მაგას და მის შვილებს ღმერთმა და მიცემულიც აქ. მიცემულიც აქ. ივანაშვილს. მეც არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება და მეწოდება ადამიანურად, რომ თვითონ აქვს სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ მისი შვილები ვერ არიან ჯანმრთელები და არავინ არ იციან როგორ და რანაირად იცხოვრენ. შენი შვილის დარდი თუ გაქვს, ისი შვილის დარდიც უნდა გქონდეს. და შენი ერის დარდი უნდა გქონდეს.
და რა ის რომ ქვეყანა გადააქცია ლილოს ბაზრობად გადააქცია ქვეყანა და ნაბოზრობას და ჩათლახობას მოგიდა ხელი ესაა თქვენი ბიძინა გინდათ ქართველებს ამ ტობოიაურიას დაქვემდებარების სააკიანის ქვეშ ხო ბევრი ცხოვრობდა და ბევრს ენატრება სააკიანის პერიოდი აი ახლა ივანაშვილის პერიოდი კიდე ბევრს მოენატროს რა და ბევრი ამას მოებღაუჭეთ ქართველი არ გინდოდეთ თქვენ თვითონ არ გინდოდეთ თქვენი ქვეყნის სიკეთე წესიერი ხალხი თუ დგას მე ერთს გეტყვი რა წესიერი ხალხი თუ დგას წესიერი ხალხი გამოვიდეს და გამწეს კითხვებზე პასუხი მერე სადაა ეს დამშეული ხალხი სადაა ეს დამშეული ხალხი ხალხს რო შია სადაა ეს დამშეული ხალხი ღმერთო დაალოცე ბატონო ბიძინა ამას იძახის მიშა არ მოვიდეს ერთი კუანა ჩაჯმული მიშა ლაჩარი მიშა თურმე აშინებს მთელ ერს მთელი ერი ყოფილა ვივამეთში ჯდომიარე კუანა ქვეშაჯუია მიშას შიში აი რაც ერი ამდენი ხართ თქვენი პარტია და ხო ყველა ვაშკაცობაზე და კაცობაზე გაქვთ ლაპარაკი და ერის გადარჩენა ვიდით ადით და მიხედეთ ძმაო ერთი მინიმუმ ერთი 2000 კაცი არა ხართ 2000 ქართველი მიგონი უჯელი ვივამეთში ვერ მოთხოვს მოღალატ ეს პასუხს აი ლემიტარ ვიკითხვა მაგ რატო გეში ვისი გეშინიათ 40% აი ვეიმი ხო 3.900.000 არის აი გეუბნებით თქვენ ხართ შექმნილი ხელისუფლების სისტემიდან შექმნილი პარტია ხართ 3.900.000 ქართველი არ არის საქართველოში 2014 წელს საქართველოში იყო 3.700.000 მის მერე ყოველწლიურად გარბის ხალხი ეგ 3.900.000 მიგრანტებთან ერთად აკრიბეს შემოკრიბეს 1.300.000 მეტი ქართველი არაა დარჩენილი საქართველოში ქართველი რასაც პასპორტი ქართველი არა მაგრამ ქართველი ხოდა რას მეუბნები ზოგადი სტატისტიკით შენ არ იცი რომ 3.900.000 მოქალაქე არა ქართველი საქართველოში არ იცი და არ იცით თქვენ რო ასე არა ეს მაშინ რა პარტია ხართ რა ანალიზი გაქვთ რომელი 40% დადის ბიჭო არჩევნებზე ნუ გადამრევთ უცმახარ 40% მაშინ არ იყო 2012-ში არ იყო მაქსიმუმ გახეთქეთ არჩევნებზე დადიოდეს 20-25%. 25%-ის გამარჯვებული სადღაც 13.9%-იანი ეს რა ქვია არის უმრავლესობა. ამას ქვია აპარტეიდი. ეს არის აპარტეიდი. და თქვენც რო ხალხს ეუბნებით კიდე იარეთ არჩევნებზეო სხვა რაღაცას ამბობთ. ღუბავთ ქვეყანას. არ ვიცი, მაგრამ თუ გაქვთ ინტერესი და საუბარი ამ საკითხთან, მე ვისაუბროთ. ეხლა მე ვამბობ ერთ რაღაცას. ყველას ვისაც თავი გაქვთ გაყოფილი ქოცების ტრაქში პირდაპირ ასე. აი იგივე ბედეგელით, რაც მოვიდა ზვიადაურს და რაც მოვიდა კანდელაკს. კი, ძალიან ბევრს. და ივანაშვილს და მის ზებრებს არაფერი არ მოუვა, ის კარგად იქნება. იმიტომ რომ ქვეყანა რომელიც უსამართლობით, უსინდისობით, ღალატით, ჩათალახობით, ჭორაობით, ინტრიგებით და ნაბოზრობით იმართება უკეთესი არ იქნება ამ ქვეყანაში. ეგ სისტემა გმართავთ. და ქვეყანას ჭირდება რევოლუცია, როგორი რევოლუცია? ნაცქოცური რევოლუცია, ხა 4-ში ვაპირე, ამერიკა არ უნდა. როგორი რევოლუცია უნდა, იცი? უნდა მოიკრიბოს მთელი ერი, გამოვიდეს გამოიყვანოს მთელი ეს ბოზიშვილები, ვინც 30 წელიწადი ამ ერს ჭამდა, სვამდა, ხრავდა და მიაყენოს. ბევრი არაა, დაახლოებით ესაა ერის 1% და 99% და ერის 1% მოღალატეები შეკრიბოს და დედა მოუწყნას რუსთაველზე, ზოგი სარზიანცოს, ზოგი ცეცხლი შეუნთოს, ზოგი თავუკუღმა დაკიდოს, ზოგს პირში კალა ჩაასხას, რასაც უკეთებს, ზოგს თვალები დათხაროს, რასაც სოლომონ პირველი უკეთებს, მაშინ გაიხარებს ერი. მაშინ გადავრჩებით.
და ვინც პრაქტიკაში შეუძლებელია ამ სისტემას უარესი მოუვა. ასე იქნება ეს. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო მიძინა მის შემოგვაშო. როდემდე გინდა თამაში იცხოვროთ რა. როდემდე გინდათ, რომ ამ დედამოტყნული ურიის აი ჩამოყალიბებულ საბოზეთში იცხოვროთ. ერთმა ხელი მოგიმართოთ კაცი. და ყველა მე იმ ქართველის დედა შევეცი, რომელიც გამოვა და დაგიწყებს ბიძინა იოანიშვილის ერის მიმართ ჩადენილ დამსახურებებზე საუბარს რა. აი